წავიდეთ და ეხლა ძრავშიც შეგახედებთ, როგორ გამოიყურება. ეს არის ჭარჩოულებრივი ძრავია, მოკლედ რო გითხრათ. ეს კაპოტის გასაღები კიდე არის რაღაცა საშინელება, იმენა ხელი უნდა მოგძორეს, რომ გააღვაღონ მართლა. ეს არის ჩვენი 3-დან 0 TFSI ძრავი 6 ცილინდრიანი. ნუ აქ ყველაფერი აუდის სტილში არის გაკეთებული, ყველგან ხუფი არის. რა შეეხება ძრავის ტექნიკურ მახასიათებლებს, ეს არის V-ტიპის 6 ცილინდრიანი ძრავი, 3 ლიტრის მოცულობის, რომელიც ძრავზე გამოიმუშავებს 63 ცხენისძალს და 440 ნიუტონს, მაბრუნებელ მომენტს, ანუ და ამ ძრავის თავარი მამოძრავებელი ძალა რაც არის სუპერჩარჯერი. კომპრესორს არ ამბობ, იმიტომ რომ მე Mercedes ფანები და წინ კომენტარებში რომ კომპრესორი მარტო Mercedes-ს აქვს და რაღაც ეგეთები. ნუ რა პლუსი აქვს ახლა სუპერჩარჯერს ტურბოსთან შედარებით, მაგასაც გეტყვით. როდესაც სუპერჩარჯერი არის ძრავში, როდესაც ეგრევე გასფეხს დააფარებ, მანქანა ეგრევე მოყვება მიდის უპრობლემოდ. აი ტურბინიანი ძრავების შემთხვევაში ცოტა დაყოვნება აქვს, რასაც ტურბოლაქს ვეძახით ჩვენ. სხვადასხვა საკმაოდ პოტენციური ძრავია გაკეთების მხრივაც, იმიტომ რომ სუპერჩარჯერია, აი შკივი რო დააპატარაო პატარაზე უკვე 1-400 ცხენი გაქვს ამოღებული, რაც ვფიქრობ ძალიან მაგარია. ძალიან ხშირად აყენებენ aftermarket ნაწილს, ცივი ჰაერის შემშვებს, რაც რეალურად ცხენისძალს დიდად არ უმატებს, უბრალოდ უფრო ფიცხი ხდება ძრავი და უფრო responsive ხდება, ინგლისური ტერმინი რო გამოვიყენოთ. მეც მეყენა სხვათა შორის ცივი ჰაერის შემშვები, მაგრამ იმდენად ცუდი შემშვები ვიყიდე, რომ პირიქით ძრავი უფრო უგახდა და მოხსენი ისე სტოკზე დავაყენე. შევისია ეხა როგორც იყო ქართულ მდგომარეობაში. ასე რომ ყველაფერი ქართულია. მანქანა სრულად ქართული, არც კივია დაპატარავებული, არც ცივი ჰაერის შემშვებია დაყენებული, ყველაფერი არის აბსოლუტურად სტოკი. სხვათა შორის გადაცემათა კოლოფზეც უნდა ვისაუბროთ ამ მანქანის. რო ვთქვი რომ პოტენციალი აქვს მეთქი, მარტო ძრავის პოტენციალზე არ ვსაუბრობ. 8 სიჩქარიანი ZF გადაცემათა კოლოფი საკმაოდ სახელგანთქმულია მისი გამძლეობით, იმდენად რომ RS მოდელებშიც კი 8 სიჩქარიანი ZF გადაცემათა კოლოფი გვხვდება. ანუ ეს გადაცემათა კოლოფი უპრობლემოდ უძლებს 600 ცხენის ძალას და რავი 800 ნიუტონსაც, იმას ნიშნავს რომ ამაზე რომ 400 ცხენი ამოიღოთ, გადაცემათა კოლოფი უპრობლემოდ იმუშავებს.